მოგესმით მერობის კანდიდატის ხედვები урბანულ პოლიტიკასთან მიმართებით, როგორ აფასებთ ამას? დღეს როგორც მოგეხსენება დასრულდა თბილისის საარჩევნო პროგრამის წარდგენა, დღეს საუბარი იყო урბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ გასული 8 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, როგორც урბანული განვითარების კუთხით, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის დახვეწის კუთხით და მომდევნო 4 წლისთვისაც არის ძალიან ამბიციური გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ ნახეთ, რომ როგორც ტრანსპორტის კუთხით, ასევე урბანული განვითარების კუთხით გახკალაძეს მის გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს გეგმები სრულფასოვნად შესრულდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა უსურვო გახკალაძეს მის გუნდს ერთი კვირა დარჩენილი და ახლობით არჩევნებამდე და ჩვენ ვართ დარწმუნებული ძალიან დამაჯერებელ და შთამბეჭდავ გამარჯვებაში. ელჩების დაბარებაზეც გკითხავთ, დღეს ბრიტანეთის ელჩი იმყოფება სამინისტროში. რა არის მიზანი და რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ვენის კონვენციას არ ღვევენ ეს ადამიანები, ნიშნავს თუ არა, რომ კონკრეტული ელჩები ცდებიან მოკლედ და დიპლომატიური ჩარჩოდან გადიან? რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას შეიძლება რეაგირება, ხო, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს, მათ უნდა დაიცვან წესები, მათ უნდა დაიცვან პრინციპები. ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, ხო? არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. თქვენ გახსოვთ იგივე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩთან დაკავშირებით, ხო? ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა პოლიტიკაში ჩარევას, დიდად არ გულისხმობდა ეს განცხადება ფრანგულ პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ მაშინ უკვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს, ხო? ჩვენთან პირდაპირ უხეში ფორმით ხდება არა მარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ პირდაპირ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ვენის კონვენციის უხეში დაღვა. ვენის კონვენცია არ იძლევის იმას, რომ პოლიტიკოსებს შეხვდნენ მაგალითად დიპლომატები. რას გულისხმობთ ჩარევაში ეს რომ დაგვიგრძნო? ვენის კონვენცია ძლავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს ძალიან ხშირად, მათ შორის იგივე მინდა შეგახსენოთ, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში ჩარევა. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამორჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში დარღვევა, ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი უხეში მაგალითი, ამის მაგალითები არის უამრავი. გარდა ამისა, თქვენ გახსოვთ, რომ ელჩები პირდაპირ დადიოდნენ სასამართლო პროცესებზე იმისათვის, რომ განეხორციელებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც არის ასევე ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა. ასე არ უნდა იქცეოდნენ, რა თქმა უნდა, ელჩები, მით უმეტეს ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენდნენ. ევროპა ტრადიციულად იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო წესების პატივისცემის და ახლა ხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები სამწუხაროდ ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებს, წესებს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი საქართველოში. ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორც პოლიტიკოსი. მოვისმინეთ ზელენსკის ყოფილი განცხადება შეთეთრული ახალგაზრდა საქართველოს ელჩების თემას ავაგრძელებთ შათირიშვილის ეროვნულ დაკავშირებულნი და თვითონ გადანაირაკი ყველას გულს ელჩის დაბარება და დღეს დიდი ბრიტანეთი იყო. ელჩები ვერ ქმნიან პოლიტიკურ თვისებას, ისინი იქცევიან ისე, როგორც მათი ქვეყნები და მთავრობების წესრიგს შეესაბამება. გუშინ გერმანია გამოეხმაურა გერმანიის ელჩის დაბარებას და ამბობს, რომ ზოგადად მეგობარ სახელმწიფოებს შორის ელჩებს ასე არ იბარებენ და ეს არის ერთგვარი საყვედური და დიპლომატიური სანქციის ფორმა. თქვენ ასე აპირებთ ყველა ელჩის დაბარებას, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს არ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია, ყველა ასე ყველა არ ასაბეთნიერად, ყველა ასე არ იქცევა, ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები, ყველა ასე არ იქცევა. მადლობა ღმერთს. რაც შეეხება დაბარებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დიპლომატიური ზომა, რა თქმა უნდა. ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ ზომას იყენებ
სახელმწიფოს მიმართ ეს ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია. პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებშია პრობლემა ბატონო. ეთში ხო დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ბუნებრივია შესაბამის არა, ბიუროკრატია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამის სახელმწიფოების სტრუქტურებსაც. ხო, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები. ძალიან მარტივად არის აქცია. ზელენსკის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით მორიგი თავდასხმა საქართველოს მხრიდან და ამჯერად გამოყენება გაეროს ტრიბუნის საქართველოზე და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისთვის. როგორ აღიქვით თქვენ ეს განცხადება გუშინ ზელენსკისგან და იგივე რეიტინგებზეც აკეთებდნენ აქცენტს თქვენ თანაგუნდელები ამბობდნენ რომ საქართველო მოლდოვასაც უკრაინასაც გაცილებით უსწრებს. მაშინ რატომ ხდება რომ კრიტიკა სწორედ ამ მიმართულებით ვიღებს და მეტად შეიძლება ითქვას თავდასხმა სამშობლოში ზელენსკის კი, მე არ მინდა პირველ რიგში შევიდე პოლემიკაში ვლადიმერ ზელენსკისთან, ის არის ომში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას, ზოგადად რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა, როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასე დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ბუნებრივია ნონსენსი. საქართველო არის ლიდერი, უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ 10 თავით მაღლავთ გავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით. ოპოზიცია ემზადება 4 ოქტომბერს რევოლუციისთვის. ამბობენ, რომ მუდმივად მშვიდობიანია მათი აქციები. თუმცა მათ მიერ დადებულ კლიპებშიც კი ვხედავთ, რომ ყველაფერს ცეცხლი უკიდია მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსაც. რაზე მიუთითებს თქვენთვის? არიან კონკრეტული ძალები, იგულისხმება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, რაც არ შედის ბუნებრივია ჩვენი ხალხის ინტერესებში, რაც შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, ის იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის მშვიდობა და სიმშვიდე. მათი დღის ეს რიგია არეულობის მცდელობა, ჩვენი დღის ეს რიგია ქვეყანაში მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღის ეს რიგი გაიმარჯვებს. თქვენ გახსოვთ იგივე ლელოს თანამშრომლის ელისაშვილის განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით, ხო, ისინი აპირებენ გაფიცვების მოწყობას თუ მოიგებენ არჩევნებს, მე სხვება უარყვეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, ხო? ანუ ასეთი აზრები უტრიალებთ რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, როგორც გასული 13 წლის განმავლობაში, წელსაც მათი გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის. შესაძლოა რომ დაკარგებად მოდებოდი შაჰიდის საქმე ვიდრე გუშინ დააკავეს პატიფარემოსის რაც შეეხება არეულობის ნებისმიერ მცდელობას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუსდეთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს ამოგრავენ რაღაცას, ამიტომ მე ყველას ვაფრთხილებ, რომ იყვნენ ყურადღებით და არ დაარღვენ კანონს. თუ შეიძლება ითქვენ ამ წეგან ამბობთ, რომ ლიდერი ვარ კანდიდატ ქვეყნებს შორის, თუმცა რაში გამოიხატება ეს მოგსკითხვა, რადგან არა თუ კანდიდატ ქვეყნებს შორის. რეგიონშიც შესაძლოა და უკვე კარგავს ჩვენს მნიშვნელობას თუ როლს, იქ სადაც სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები შეხვედრაზე, ბახშამზე და მსოფლიო ლიდერები საქართველოსთან არავინ იყო წარმოდგენილი. ასე ალაგებთ ურთიერთობა შტატებთან, ბატონები, რატომ არ ვიყავით? იქ სადაც უნდა ყოფილიყავით, წესით სადაც რეგიონის საკითხები განიხილებოდა. ხო, არ ვიცი, შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, თავად გამოიტანეთ დასკვნები ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, შეშველი პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როგორც ხედავთ, ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს. რეგიონის საკითხები ჩინეთი, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ
Deep State დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ქვია ბრძოლა Deep State-სა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ამ შემთხვევაში ურთიერთობები დაალაგდება. თუ გაიმარჯვებს Deep State, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. ეს თქვენი ინტერპრეტაციები შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ. ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კლავაც მძლავრობს Deep State-ი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. Deep State-თან ხო ვერ დავალაგეთ, იმიტომ რომ მათ უნდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული, პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა, ამაზე თქვით უარი და ამის მერე Deep State-თან გვიჭერს ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ჩვენთვის თავარია გადაიდუროს ურთიერთობები და განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა, ამას მოთმინებით ველოდებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ მიხეილ ყავილაშვილი მოგახსენებთ, როდესაც დაბრუნდება საქართველოში, ჩვენს ინტერესს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ინტერესია განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა და შედგეს ჩანსაღი პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავად მიხეილ ყავილაშვილი, თვითონ მიხეილ ყავილაშვილი მოგახსენებთ მის შეხვედრებთან დაკავშირებით, როდესაც დაბრუნდება საქართველოში. მოდით პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის უფლება დავტოვოთ მიხეილ ყავილაშვილს. განა ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის ვიზიტს, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს კომენტარები ამ ვიზიტთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩვენ ვიხილეთ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი. თქვენ თავადაც შეხვდით, ასევე შეხვდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე სპეციალისტიც. ამაზეც კი მოვისმინეთ ოპოზიციის გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება, კრიტიკა და ასე შემდეგაც თქვენც იქიდეთ. რეალურად რა შედეგი ვიზიტი და რა ხელშესაჭირ შედეგებს ვეუბნებით უკვე მომავალში უკვე ამ ვიზიტის შემდეგ. ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს თავის დროზე იგივე ემარის ინვესტიციასთან დაკავშირებით. ეს არის 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, სხვადასხვა ინვესტიციის მოცულობაც გაიზარდა 6,6 მილიარდ დოლარამდე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ბუნებრივად ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება, ახლა უკვე გადაერთვნენ სხვა ტიპის სპეკულაციებზე, მათ შორის არ მოეწონათ პროტოკოლი ბატონ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი დაავიწყდა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, ხო, როგორც ფორმალური თვალსაზრისით ის არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ასევე ფორმალური მოცემულობის მიღმა თქვენ იცით ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა და საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით ყველა მიმართულებით, ეს არის სწორედ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და ამ ფონზე ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა, მათ შორის ეგრეთ წოდებულმა ექსპერტმა დღეს აღმოაჩენა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ყველაფერი იყო დაცული, პროტოკოლი იყო დაცული და რას თავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ბოლომდე დაცული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიულობის გარღვევებას ჩვენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის და ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ემარის ინვესტიციის გარდა ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრი სხვა მიმართულებით. ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საავტორო თანამშრომლობის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ეს ყველაფერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გავაძლიეროთ და ჩვენი პოლიტიკური კავშირები გავაძლიეროთ. ივანიშვილი ახსენეთ და გუშინაც თქვით, რომ აი ახლა რასაც ხმაურიან დაკავებებს რომ ხედავთ, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოძახილი, რომელმაც თქვა 2023 წლის ბოლოს, როდესაც დაბრუნდა ის პოლიტიკაში, რომ კორუფციული რისკები იმატებს და ამის დაზღვევა არის საჭირო. აი ამის შემდეგ გავიდა წელიწად ნახევარი ბატონო ირაკლი და ახლა ვხედავთ ჩვენ ამ ხმაურიან დაკავებებს კორუფციის ბრალდებით. აი ეს წელიწად ნახევარი მოსამზადებლად დაგჭირდათ თუ რატომ იყო ეს ლუსტი ამ განცხადებაში? კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო თავიდანვე, მე მინდა შეგახსენოთ, კორუფციასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ვიღაცის დაჭერა, ხო? მე მინდა შეგახსენოთ, რომ იქიდან მოყოლებული უკვე მათ შორის თებერვლიდან დაწყებული, როდესაც მე დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საგადრო ცვლილება განხორციელდა, ასე ვთქვათ, მოწყვლად სფეროებში, საგადრო ცვლილებები
საკადრო ცვლილებები არა იყო ბევრი ცვლილება, როგორც მინისტრების დონეზე, მინისტრის მოადგილეების დონეზე, უფრო დაბალ დონეზე, სხვადასხვა დონეზე იყო საკადრო ცვლილებები, რაც მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. ეს ერთი პირველი, რაც ეს თქვენი ინტერპრეტაცია. საკადრო ჩემი განცხადება არის სხვა რამე. ჩემი განცხადება არის, რომ საკადრო ცვლილებები განხორციელდა კორუფციის რისკების დასაზღვევად. ეს არის ჩემი სიტყვები და თქვენი ინტერპრეტაცია შეგიძლიათ გააცნოთ საკუთარ პუბლიკას, ან დაიჯერებენ, ან არა, ხო, ეს მათი საქმეა, ეს თქვენი საქმეა. თქვენი ინტერპრეტაციები არის თქვენი საქმე, ჩემი საქმე არის ჩემი განცხადება. ჩემი განცხადება არის ის, რომ განხორციელდა საკადრო ცვლილებები სხვადასხვა დონეზე, რაც მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. ეს ერთი. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე 8 თებერვლიდან მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი არის სრულიად ღია და საჯარო. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი ზომა, რომელიც იქნა მიღებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა მთლიანად აღიკვეთა, ესეც იყო ანტიკორუფციული ზომა. ასევე სახელმწიფო საწარმოებში, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, 700 მილიონის წლიური დანაზოგი გვაქვს მარტო სახელმწიფო საწარმოებში, რკინიგზა, ენერგეტიკა და სხვა სახელმწიფო. არა მარტო კადრების ოპტიმიზაციით, ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა, ამაში კადრების ოპტიმიზაციის წილი არის დაახლოებით. კადრების ოპტიმიზაციის წილი არასწორი პრაქტიკა იყო, არასწორი პრაქტიკები იყო. აი ეს თქვენი ინტერპრეტაციები არის თქვენი საქმე და ჩემი განცხადებები არის ჩემი საქმე. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩდება ცნუნება დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. აი ამ შემთხვევაში რას გულისხმობდა ის თქვენს და ღარიბაშვილს შორის? აი მოდით თქვენ გააკეთეთ ამის ინტერპრეტაცია და გააცენით საზოგადოებას, რაც შეეხება ჩვენს საქმეს. ჩვენს საქმეს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, აქცენტი გააკეთა თავის როსევა ბატონმა ბიძინავინიშვილმა 2 წლის წინ და სწორედ ამას მივყვებით ჩვენ, როდესაც ვებრძვით კორუფციას. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დღევანდელ მდგომარეობაზე მინდა გითხრათ და ამით თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე უნდა იყოთ მოხარული ყველა მიმართულებით, არა მარტო ვებრძვით კორუფციას, არამედ პრევენციულ ზომებს ვიღებთ და მათ შორის საკადრო მიმართულებით, ყველა მიმართულებით ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ არა მხოლოდ წარსულში ჩადენის შესაძლებლობებს შევეძიოთ, არამედ დღეს პირველ რიგში, დღეს და ხვალ არ მოხდეს კორუფციული დანაშაული, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენთვის მისი რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული და რა თქმა უნდა, მომავალშიც მოხარული ვიქნებით, რომ ვიღებთ რჩევებს ამ მიმართულებით. თქვენ უნდა იყოთ მოხარული, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ჩვენ წარსულ დანაშაულებს ვეძიებით, არამედ პირველ რიგში დღეს და ხვალ უზრუნველყოფთ იმას, რომ კორუფცია არ არის სამთავრობო სტრუქტურებში, სამთავრობო სისტემაში. ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა, ამას უზრუნველყოფს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, ამას უზრუნველყოფს კონკრეტული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა არა მარტო სახელმწიფო საწარმოების სხვათა შორის, უშუალოდ სამინისტროების სისტემაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჩვენი მიზნის მიღწევას. მიზანი არის ძალიან ამბიციური, ხო, ეს არ არის იული მიზანი, ამბიციური მიზანია ევროპის სამეულში გვინდა დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის დაპირება, რასაც ერთად ვაძლევთ, გუნდი ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას და ბოლომდე მივყვებით ამ დაპირების შესრულებას. ღარიბაშვილის გარემოწესებების საკავება იქნება კორუფციის წინააღმდეგ. ყველებს შორის დაპირისპირება არის. ვისათვის შორის? ყველებს შორის დაპირისპირებაზეც არის საუბარი. ღარიბაშვილის გარემოწესება. ამაზე გეუბნებოდი. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის გარემოწესება. შესაძლოა რომ ის წინააღმდეგ ვიდრე ამაზე მიდის ლაპარაკი, ამასობაში შემოეშალათ ხელში მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების შათვლით, ილელოიშლება, აცმოძრაობა იშლება და ეს შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ნახეთ, დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი, კონკრეტული ადამიანებით. მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავრობო გუნდზე. ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობის სისტემაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და იმოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით. მე ვარ პასუხისმგებელი შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებზე და შესაბამის საქმიანობაზე. ესეთი თქვენ კიდე წარსულზე მელაპარაკებთ. მე გელაპარაკებით დღევანდელ დღეზე და ხვანდელ დღეზე, თქვენ მელაპარაკებით სხვა რაღაცეებზე. მოდით დავკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას აკეთებს დღეს. ნახეთ, თქვენ როცა ვსვავთ
ხომ ამ კომუნიკაცია გქონდათ. არ მოიკითხეთ სად. თქვენ როცა საუბრებთ მუდმივად როგორც ამბობთ, ხელფასზე ცხოვრობდა იწლების თქვენ როდესაც ვსვავთ ახლა სად მუშაობს საქართველოსშია გვითხარით? როდესაც თქვენ კითხვებს ვსვავთ ხოლო წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიიტკიცებს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ დღეზე, თავრობის დღევანდელ საქმიანობაზე, დახვანდა საქმიანობაზე თქვენ არავითარი ეჭვი და კითხვები არ აქვს. საერთაშორისო კვლევა გამოჩნდა ევროკომისიის. არის მთავარი ის რომ მოხდეს პრევენცია. სწორედ ასეთი კორუფციული გვითხარით რომ კომუნიკაცია გქონდათ ბატონო არის მთავარი რომ მოხდეს პრევენცია და გუშინ სუსის ბრიფინგიც ამაზე მოხდებს ამაზე იქვა. სუსის ბრიფინგის ამ ნაწილზეც კიდევ ერთი რომ გითხრათ და შევეცდები რომ კიდევ დაგისვათ. არა, გიხოს უსმენდა რანაირად. რა შეეხება სუსის ბრიფინგს? რა შეეხება სუსის არ ვიცი, გიპასუხეთ არ ვიცი. რა შეეხება სუსის არ ვიცი, მე საიდან უნდა ვიცოდე. რა შეეხება შეიძლება ორი კვირის წინ ქონდა და იმის მერე სხვაგან წავიდა, მე რა ვიცი, მე საიდან უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი. მარტივ პასუხს გეუბნებით, არ ვიცი. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ. შეგიძლიათ დამიჯეროთ. არ ვიცი. ეს არის ერთ-ერთი პასუხი. რა შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩატარებულ ბრიფინგზეც ითქვა, რომ არ არის იდეა ფიქსირების დაკავება, მთავარია პრევენცია დანაშაულის. იგი რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის პრევენცია, მთავარი მიზანი არის ასევე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ეს არის მთავარი მიზანი ეს არის. ხო, თუ რაიმე ზიანი მიადგა სახელმწიფოს, ეს ზიანი უნდა ანაზღაურდეს და პრევენცია ბუნებრივია, ეს არის მთავარი მიზანი და ამოცანა. საერთაშორისო კვლევაზე უნდა გკითხოთ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა და ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 33 ადგილზეა, ხოლო ევროპის 20-აშია. ეს პირველი კვლევა არ არის, რაც ბოლო პერიოდში გამოქვეყნა ევროკომისიის მხრიდან, როგორ აფასებთ უკვე ამ მიღწევას? ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რომ ჩვენ უსწრებთ ყველა გაინდათ ქვეყანას, ყველა პარამეტრით, მათ შორის ეკონომიკური, ადამიანური რესურსები და შემდეგ დემოკრატია ყველა მიმართულებით, უსწრებთ ევროკავშირის 7 ქვეყანას ყველა პარამეტრით, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში ადგილის დაკავება, 3-ში, 5-ში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით, ყველა ეს ნაბიჯი, მათ შორის საკადრო ცვლილებები, მათ შორის რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგში, ყველა ინდექსში. ამაზე ინფორმაცია მაშინ რატომ არ გქონდათ რეაგირება ამ კორუფციულ საქმეებზე? თავდასხმები, იგივე მაგალითად ბოლნისის მერობის კანდიდატზე რაზეც გუშინაც გეკითხებოდით, თქვენთან ნაგუნელები კი ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა ხელოვნურად მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. შემთხვევაში პერსონალურ გამდინარეობის მისამართიდაც რასთან გვაქვს საქმე, როდესაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად საუბრობენ ამ რიგ ბრალდებებზე. ნახეთ, ბრიფინგი ჩაატარეს, როდესაც ბოლნისის მერობის კანდიდატმა მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. მანამდე ლიდერები გაეცალათ ხელიდან. საბა ბუაძის შათვრით სხვა გვარები აღარ მახსოვს. საბა ბუაძე წავიდა, ესეც ეთყობა სუსის დამსახურება იყო. ხო, ლიდერები მიდიან და ახლა ბოლნისის კანდიდატს რომ კანდიდატურა მოეხსნა, ამაში რა არის გასაკვირი, როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს ბოლოში. რა თქმა უნდა, თავი უნდა იმართლონ, ნაცვლად საკუთარი სისუსტისა, ეს ყველაფერი უნდა გადააბრუნონ ნასულს, ან ვინმე სხვას, ეს არის რაც გააკეთეს. შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება ბატონო ირაკლიდანო, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხალხი რეალურად ღარიბდება ამ ქვეყანაში და თქვენ სულ სხვა რეალობაზე საუბრობთ? რეალურად სიღარიბის მონაცემები ქვეყნდება მუდმივად წლიდან წლამდე და პირველად საქართველოში სწორედ ჩარშან დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9.4%. დავიწყეთ 30%-იანი სიღარიბი მცირდება წლიდან წლამდე. 30%-იანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ 1.100.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული 350.000-მდე. რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბი კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ამისათვის გვჭირდება ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ეს 350.000-იც ჩამოვიდეს ნულამდე. ხო, სიღარიბის აღმოფხვრა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. სალომე ჟურაბიშვილს გითხავთ, თუ შეიძლება გუშინდელ ამბავს. აღარ არის აქტუალური ეს ხალხო. ნახეთ რას ამბობს. ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენგან არავინ არ არის ვახშამზე. და ასევე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს უნდა დაიცვას ხალხმა ევროპული არჩევანი. ხედავთ თუ არა სალომე ჟურაბიშვილის ამ განცხადებაში მის მხარდაჭერას იმ აქციის მიმართ, რაც დაანონსებულია? არ არის საინტერესო ერთი რიგითი რადიკალია, საერთოდ არ არის საინტერესო, რასაც ეთქვის ეს ადამიანი. პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით
მოეთავალოთ პრეზიდენტს, ეს არის ჩემი კომენტარი.